გამარჯობა, ეს არის Lowex Solicitors და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სპონსორის ლიცენზიაზე. სამი შეცდომა, რასაც დამსაქმებელთა უმეტესობა უშვებს. სპონსორის ლიცენზიაზე განაცხადს აკეთებთ, ბევრი დამსაქმებელი ამ დეტალებს ყურადღებას არ აქცევს და ეს ძვირად უჩნდებათ. დარჩით ჩვენთან და გავიგოთ თუ რა შესაბამები უნდა ავიცილოთ თავიდან. პირველი, არარსებული სათანადო HR სისტემები. უნდა დაამტკიცოთ, რომ შეგიძლიათ აკონტროლოთ ვადის სამოწურის თარიღები, არყოფნები, მისამართი ცვლილებები და პრობლემების შეტყობინება home office-ში, ან სამუშაო დღის განმავლობაში. თუნდაც Excel-ს ხელში სჯობს არაფერს, მაგრამ მაინც გჭირდებათ სანდო სისტემა. მეორე, იმ როლების სპონსორობა, რომლებიც არ აკმაყოფილებს უნარის მინიმალურ ზღვარს. სრული განაკვეთი ან მაღალი ანაზღაურება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პოზიცია კვალიფიცირდება. შეამოწმეთ ოფიციალური სია, მაგალითად, ბევრი ადმინისტრაციული პოზიცია საერთოდ არ არის დასაშვები. მესამე, ჩანაწერების არსებობა უნდა შეინახოთ მტკიცებულებები. თუ როგორ მოიძიეთ კადრი, ვინ შემოგთავაზეთ კანდიდატურა და რატომ შეარჩიეთ კონკრეტული პირი. ეს მოიცავს გასაუბრებების ჩანაწერს, ვაკანსიის განცხადებებს და ანაზღაურების დასაბუთებას. გსურთ თავიდან აიცილოთ ლიცენზიის შეჩერება ან უარყოფა? დაგვიკავშირდით, ჩვენ დამსაქმებლებს თავიდანვე სწორად ვაკეთებინებთ ყველაფერს. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან მიიღოთ მეტი სამართლებრივი რჩევები რეალური შედეგებით.